როცა იესო იშვა იუდეის ბეთლემში, მეფე ჰეროდეს დღეებში, იერუსალიმში მოვიდნენ მოგვები აღმოსავლეთიდან და თქვეს: სად არის იუდეველთა მეფე რომ იშვა? ჩვენ ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით რათა თაყვანივსეთ მას. ეს რომ გაიგონა, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი. შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ხალხის მწიგნობარნი და ჰკითხა მათ: სად უნდა შობილიყო ქრისტე? მათ კი უთხრეს მას: იუდეის ბეთლემში, ვინაიდან ასია დაწერილი წინასწარმეტყველის მიერ. და შენ ბეთლემო, იუდას მიწავ, არაფრით ახარ უმცირესი იუდას მთავრებს შორის, ვინაიდან შენგან გამოვა წინამძღოლი, რომელიც დამწყებს ჩემს ხალხს, ისრაელს. მაშინ ჰეროდემ მალულად დაიბარა მოგვები და გამოიკითხა ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი. წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით, გულმოდგინეთ გამოიკითხეთ იმ ყმის ამბავი და როცა იპოვით, შემატყობინეთ, რომ მეც მივიდე და თაყვანივცე მას. მათაც მოусმინეს მეფეს და წავიდნენ. და აჰა ვარსკვლავი, რომელიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, წინ უძღოდა მათ. ვიდრე მივიდოდა და დადგებოდა იმ ადგილზე, სადაც ყრმა იყო. ვარსკვლავი რომ დაინახეს მათ, მეტის სიხარულით გაიხარეს. როცა სახლში შევიდნენ, დაინახეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან, დაემხნენ და თაყვანისცეს მას. გახსნეს თავიანთი საუნჯენი და მიართვეს მას წვენი, ოქრო, გუნდრუკი და მური. და რაკის სიზმარში იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან, სხვა გზით წავიდნენ თავიანთ ქვეყანაში.